Dirpaso მეგობრებო, ხოთლია საუბრობთ ჩვენი განცემის სტუმარი კახა გოგიძე. კახა ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩემთან გადაცემაში სტუმრად მიირთვით ჩვენი გამაგრილებელი სასმელი. ამას გავხსენს ანანასი ახდუნებს და ხო რომელიც თქვენ გესიამოვნებთ. იცი რა არის ხა კახა? ძალიან წარმატებული ესეთ ისტორიული სახეობები ბრძანდებით, მაგრამ რას ვიზავს? ერთ-ერთი რაზეც თემა ის რომ ხა TV პირველზე უყურე შენს გამოსვლას, იმ გამოსვლას დღეს რა შევედი, სადღაც 1.200.000 ნახვა აქვს. აი ზოგადად ოკუპაციის თემატიკაზე ხო ძალიან ისე გაქვს რა ანუ აი რაღაცა ხარი ვითხდები ხო რაღაცა თვალები გიწიწდება და ხო ვიცი და იმიტომ ნუ ერთ-ერთი თემაში ხო შეიძლება რომ ამაზე ვილაპარაკოთ თუ შეიძლება როგორ შეიძლება ხა იუმორში თუ არ განვიხილე ეს ამბავი შეიძლება მართლა რაღაცა ანევრიზმა გამისკდეს თავში და მოუკვდე იმიტომ რომ არ შეიძლება აი სტერეოტიპია რა ზოგადად ორი რუსეთი ორი რუსეთი. ეგ როგორ არის ორი რუსეთი? ორი რუსეთია ხალი ხო? ხო, რომ ერთი არის კარგი და ერთი კარგი, მეორე ცუდი. როგორ აი ორი რუსეთი არ მე რას ვგია ორი რუსეთი. ეს დამპალი პუტინია ეს. მანამდე ელცინი არის ხო კაცო? ელცინი ის თლადებილი იყო, მაგრამ მაინც აგვარდეს აფხაზეთი და სამაჩაბლო ხო? ეს არის თურმე ბოროტი ის არა. ერთი სასულიერო პირი იყო, არა ქართველი და მაგ ნაციის წარმომადგენელი და როგორ ხართ მამაო სვავთ რა ხო როგორ ვიქნები კახა არავის ჩვენ არ უყვარვართ პლანეტაზე არავის არ უყვართ ძალიან ნუ რაღაც მეთქი გაიღვიძა ხედავ ადამიანი და დალია ერთი ჭიქა არავის არ დალია მეორე და მეოთხე და ველიკა ძერჟავ და მაგით არ უყვარხა შეჩემ გაუტია ხო მე რა ტანკი შუ აი დაახლოებით რას მაგონებს იცი ესეთ დიალოგი აი ვიღაცა კაცს რო ძალით უპატიურებდეს არ ვიცი აი ან მუსიკოსი ან სპორტსმენი ჯობია რა რაღაცა აი შედი სახში გაუპატიურა ცოლი რავი და მე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და ეს იმას მაინც გულშემატკივროს და მე ვიღაც მაკაცი ხო ეტყვის ბიჭო რატო გულშემატკივროს სექსი და სპორტი სხვა როგორ არის სხვა შენ ესე იგი რუსულ ვაქცინასაც არ გაიგეთ არა ის რაღაც ახლა ჩინური შემოვიდა ქოსინჯაუნ მაგას გავიკეთებ არ ვიცი და რუსულს არ გავიკეთე ხა სპუტენი არ ვიცი რა რაღაცა ღირსების კოდექსიც ხო არსებობს რა დედა მოგიკლა მამა მოგიკლა ყველა წაგართვა ჩვენი გმირები არ ვიცი ხა არ მინდა წავიდე იმაში მაგრამ კიდე სპუტნიკი რო არ მინდა უკვდავების წყალი არ მინდა რა მაგათი სატონაშები ჩვენი გრუზინე სატონაშები როგორ არ მინდა ამასინა წავიკითხე ვიღაცა გამოვიდა ქართველი და პუტინს ეხვეწება რომ ჩახოცე ევროპელი ქართველები ამოწყვიტე გთხოვ და იმაზე არ ვიცი გულია და შენგანაცვალე ქართველო რაღაც ეგეთი კომენტარები და მე რა ვთქვი ბიჭო გავაპროტესტო რომ ნუ გადი აქედან ფუ ქიხი წადი და არა მე აი მართლა მაგათ ვეძახი ჰომოსოვეტიკუსებს რა ეროვნება არ აქვს ეხლა რო თქვა რომ ეგენი ქართველები არიან ჩემთვის ქართველები არ არიან ჩემთვის ქართველია ლაღი რაღაც თავისუფალი მიმტევებელი და რა დაცაპული ძმაო ეგ არ არის ეს ჩემთვის ქართველი რა არის რა ქვია ჰომოსოვეტიკუსია თავაზიანობა სისუსტის ნიშანია ძმა მღერი ხარ ჩმორი ხარ იღიმი ჩარტყი ძმაო რასი იღიმი ხმის ტემბრი ეგეთია ჰომოსო და სულ ბირჟაზე დგას ხო სულ ბირჟაზე აი სულ უნდა იდგეს და თან უნდა იდგეს ესე რა ვისეძებ ერთი წელი კაი ერთი დღე ეძებ მეორე დღე 10 წელი სულ ეძებ რას ეძებ რა და სუდგანაზე რატო ვიძახი ერთხელ მოვედი დილის 4 საათზე რაღაც გადაღება მქონდა არ ვიცი გაგრძელი საქართველოს ისტორია თუ რაღაც აღარ მახსოვს რა და ვიღაცა სამი ბიჭი ესე დაიშალნენ რა ირჟაზე კაცო ირჟაზე ხო ზამთარია გამოვედი და დაიშალნენ და მე გიჟები არიან ჩემთვის ვფიქრობ ამდენი ხანი როგორ იყვნენ და უცებ მეორე სკამი გამოაყოლეო ეხლა მოდიან სუდგანა ეხლა მოდიო ეხლა იყრიბებიან აგი დილის 4 საათზე აი არ ვერთან ვერ ხსნი კამს მოიტან კამი მოიტანი თან და დაჯდნენ
მე კიდე საუბრები აქვს რაღაც ზოგად საკაცობრიო, ხო ეს ხო სუდგანა. აი ეს ცათამბჯენებს, იცი რამხელა ამპლიტუდა აქვს, ბრატ, ეგ უნდა. რამხელა 5 მეტრი საშუალოდ. მეორე. მე სარა თქვი ვისკის რატო ასხავენ ნახევარს. ისე მოცა. ვარ გადახრო გავსემ გადაიქცევა. მამედას და ნინოს ძეგლი საქართველოში რატო უნდა იდგეს? მამედა და ნინო ეს ალიდან იყო. იმივე დასკვნამდე ჩვენ არ გვაქვს ქვეყანა, ჩვენ გვაქვს ლეგენდა. ლეგენდარი ჩვენი ქვეყანა კი. ვახტანგ გორგასალი უდიდეს წმინდანი ძალიან პატივს ირემს ღლიდა. ღლიდა რას ნიშნავს? არესრო და შვილდის არს, რას გაეკიდებოდა, იღლებოდა ირემი და ვახტანგ ერთოდივად სადა. არ გასწია დაიგდო და მე ჯვარზე ადიოდა ირმით. რატო? ვინ თქვა, ვინ მოიგონა? მე ჯერათ, ბიჭო. ირემს სუპრეზი არესრო და პროსტო იღლებოდა. ღლიდა, ჰუმანისტი იყო. აღვარ ღლიდა და დაღლილი ირემი ხა მაინც მოკვდება და ბარემ ჩემ ქვაფში მოკვდეს არ ჯობია. აი ესეთი ლეგენდა. ანუ ირემი რომ კაი ვახტა გამძრო. ვახტა ბოდის ვარან ხოსროტანი. არ ვიცი. არა ზოგადად რომ დავაკვირდი ქართულ გამონათქვამებშიც გვაქვს რაღაცა ისეთი ანდაზებშიც გვაქვს აი მონური ანდაზების ანთოლოგია. ხო აი გვაქვს რა შიგნით ჩაქსოვილი რაღაცა ისეთი რომელიც არ უნდა იყოს ხო ეხლა იცი რა არის ეხლა აი ბაბაიას გავრცელებული ამბავი ნუ ხო რომელი დათვი რომ მოგერება ბაბაია უნდა დაუძახო ამის აი არსს რო ჩავწვდეთ აი ბაბაია რატომ ბაბაიას ვის ვეძახით ხო მამას ვეძახით მამა ჩემია მისგან მისი თირკმელი შემონაჟურია ხა დათვი რომ მომერება ყველას რომ მამა ჩემი დაუძახო საწყალი დედა ჩემი მაგიზე დათვი აი ვის თავაზო შეჩეული ჭირი გერჩიოს შეუჩვევენ ხინსაო დაარიგა დედა არღნიერ დაარიგა ეგ რაღაცა აი არ ვიცი ყავს ზაპოროჟეცი და პენტლი გაჩუქეს რა არ მინდა ჩემი ზაპოროჟეცი მევასწრო და ასე რო ქოქავ და იქ ბედნიერი რატო უნდა იყოს საბანი სადამდეც გაგწდება ფეხი იქამდე გაშალე ისა ხელი რომელიც გაჭმევს არ უნდა უკბინო აი ხელმა გაჭამა ხა სტყლაშ შემოგარტყა კი მადლობ კიდე სტყლაშ რატო არ უნდა უკბინო თუ მირტყავს ან რატო უნდა მაჭამოს ხელი რა კი ბატონო აი მაგალითად ამ ოკუპაციის თემატიკასთან დაკავშირებით რამდენიმე ისეთ გამოცანა შეკითხვა მინდა დაგისვა და თუ გამოიცნობ ეგ უბრალოდ მაინტერესებს ახლა შენი ლოგიკით რა დავიწყოთ დავიწყოთ შენი აზრით პოზნერის თვალწინ რატომ გაწელეს LRG სტანდარტულზე უფრო მეტად მე მეგონა რომ უნდა გადააწელოს ესე თავზე და მე უნდა გამონასკოს მაგრამ ეგრე არ მოხდა ხო ანუ ახლოს ხარ პასუხთან იმიტომ რომ თურმე გაწერილი LRG-თ უნდა დაეწერათ არ გავცვლის სალსაკს ამ მოთხეზე დაო ხო ნუ რაღაც ახლოს მივედი მაი კაი მათემატიკური შეკითხვა აუ რა კოლიამ ჩვენი ქვეყნის საზღვარი გადმოწია 4 მეტრით ანტონიმ კოლიაზე 1 მეტრით ნაკლები ხოლო სერგეიმ ანტონიზე და კოლიაზე 2-ჯერ მეტით ყურადღება კითხვა რატომ ღირს ზეთი რვალარ იცი რომ მაქვს მე მაგას პასუხი მეც მაქვს იმიტომ პასუხი მაქვს იცი იმიტომ რომ ეს ხო უფრო გვაინტერესებს ჩვენ რომ ზეთი რატომ ზეთი და ღირდეს და რა გადმოწია ზეთი რატო ღირს არა ზეთი რატომ კომოსიო სოვეტიკურად გეტყვი ხა მაგ პასუხს რა ხო რატომ ხალხო გაძვირდა ვეუნები ის გაძვირდა ეს გაძვირდა რაღაცა არ ვიცი თემ სოფლიოში გაძვირდა თან ისეთი მეუნება რომ მაჩხანს არ არის გაცელილი რა ხა მაჩხანს ასწრჩი კაცო ჩვენი სოფელია ზედაც ქვედა იმისი შიბლიანს არ არის გაცელილი თემ სოფლიოში გაძვირდა საფრანგეთში ნახე რა ხდება რა იცი საფრანგეთში ძროხი ძუძუს ახლა გაუშვი ხელი მაგით რეალურად თავს იწყნარებენ რომ აი სოფლიოში გაძვირდა და ამიტომ აქ ჩვენ ზედაც უნდა ვიყიდოთ რაღაც ხო ნუ არ ვიცი რა მე კი ვიცი რამდენი ატომას გაძვირდა იმიტომ რომ თურმე უკრაინაში არ ყოფილა მოსავალი მზესუმზირის ნუ ჩემი ვერსია თავს უშვიდებ მე სომოსოვეტიკუსი და სხვაგანი კაი ერთი კიდე დაგისვა ერთს პოზნერს აქვს კორონავირუსი მას აკოცა საქართველოს მთავრობის რამოდენიმე პრორუსმა წევრმა დაუდასტურდება თუ არა კორონავირუსი ჩვენი მთავრობის წევრებსაც კი ტკბილად პასუხი არ არის სწორია პასუხი არა იმიტომ რომ კორონა ტრაგზე კოცნით არ გადადის
რატომ მე ვერ მოვიგონე ხოლმე? არ არის, ეგ ჯერ არ არსებობს ეგ შტამი არ არსებობს რო ტრაქზე. კორონა ტრაკიდან არ გადადის, ნუ გეშინია. აი, და ერთ თაგის ოკიდე და აი, ჩავთო საქმეში სკაბრეზული გამოთქვა. რუსეთი და საქართველოს შემოვიდა 100 პროპაგანდისტი, 50 უშიშროების აგენტი, გავრილოვი და 80 დეპუტატი და ძალიან დიდი დელეგაცია ძალიან შემოსული ამ ქვეყანაში. ამ დროს ხალხი ისეა დაღლილი, რომ არაფრის გაპროტესტების თავი აღარ აქვს. ყურადღება კითხვა, რა უნდა ქნას ასეთ ვითარებაში ერთმა კახა გოგიძემ? მამაღლა იგინოს დედის ტრაკინდა არ ვიცი. ო, არა, ნუ ეგეც არის ახლოს მაგრამ. აბა რა უნდა? რა უნდა ქნას და ასე უნდა გასწორდეს წელში. ხელები ზემოთ აღმართოს და დაიწყოს გალობა. რა უნდა? არა მო და იქნება აყვეს ვინმე. ო, კიდე აი მონური ანდაზა გამახსენდა ერთი რა. ერთი მერცხალი არ მოიყვანს. ჩვენ რა შენსავით რამდენიმე უნებაც ახლა მე შენსავით ფიქრობ, მაგრამ ხო იცი ხა სადაც მუშაობ. ხო, ეგეც მაგარი. კი, ბიჭო. სადაც იქნება ჩვენ რაც მეტი ვიქნები ჩვენ უფრო ცოტა ნიქნებიან ისინი. არ ვიცი, მოკლედ დარდი. არა, არის იცი. ხო არიან მაგალ ერთეულები, რომლებიც აი ძალიან დიდ გმირობებს ჩადიან, მაგალითად დათა პაპა და ეს ხალხი, რომელიც აი მე მოგიყვები. მე მაქვს სოფელი ქარელის რაიონი, სოფელი ძლევის ჯვარი. ხო. სხვადასხვა ძლევი ჯვარი აწერია რა და ჩავიმატეთ რა გეხოცებით მასწავლებელო. ძლევის ჯვარია ის? ძლევის ჯვარია, ხო რა და იმის გვერდით არის კიდე ერთ სოფელი, არ ვიტყვი ახლა, იმიტომ რომ მე არ შემივიწროვონ ის ადამიანი. აი დო დამთავრდა ომი, აიღეს, გაიქცნენ, გამოიქცნენ და ეს ბიჭი, ნუ გამწარა რა ბიჭი კაცია. აი სოფლის მაცხოვრებელი. სოფლის მაცხოვრებელი ჩვეულებრივი, არანაირი რემბოს ბიძაშვილი არ არის, არც ლენტები და არც ტყვიამფრქვევები და აი სიბრაზით გადავიდა იმათ საგუჟაგოზე გადაიპარა და მოპარა დროშა. იქით რუსებს მოპარა დროშა, გადმოიტანა დაწვა. ნუ თავისთავად ხედავ მთელი სოფელი დასცინის. ო რა გააკეთე. არაფერი. აღმართეს მეორე. გადაიპარა კიდე მოიპარა, კიდე გადმოიტანა, კიდე დაწვა. და მესამედ უკვე გათავხედა. შეიპარა ჩვენს ნაწილში, ჩამოიღო იქიდან ჩვენი დროშა. მერე გადაიპარა იქ მოიპარა მართლა, იქ მოიპარა დროშა, აღმართა ჩვენი დროშა და რო გადმოვიდა დაიჭირეს. დაიჭირეს. მაგრა დაიჭირეს და იცი როგორი უბრალო კაცი, აი ძალიან სინამდვილეში გმირობები არ ხდება რა რაღაცა ლიმონკა შეჭამა შეაფურთხა რა აი ეგრე არ ხდება რა ის უბრალო ადამიანი მაგრაცემეს და რო შეხედეს გადააგდეთ და გადმოაგდეს ერთი 4 თვე კი რა მაგრა მირტყეს მაგრამ მაიც მოვიპარავ თქო არ ვიცი იმის მერე იპარავს ან მაგრაში აშინეს აი ეს არის გმირობა ხო და კიდე მრავალი რა ვიცი სოფელს და გვარს არ ვიტყვი. კი, კახა, ეხლა შენ ხარ რეჟისორი, მსახიობის წარმატებული და ეს შეკითხვა მაქვს. აი, როგორც რეჟისორი რა, მაინტერესებს, რამდენად კარგად თამაშობენ ჩვენი პოლიტიკოსები რა? ანუ პოლიტიკოსები ხო ყველა თამაშობს, რაღაცა როლი აქვს თავის, ხო? ხო, არა, ზოგადად მე ვთვლი, რომ პოლიტიკა არის ხო. თამაშის ხელოვნებაა, ხო? ტყუილის ხელოვნებაა. აი, პოლიტიკოსი რო ამბობს, რომ გულწრფელი ვარ, ახლა. შეხო და აი მანდ მივდივარ რა. ემოციური კაცი ვარ გასა. ემოციური კაცი. პარლამენტში ზის ახლა ის. ემოციური კაცი ვარ. რასაც ფიქრობ იმას ლაპარაკობნე. რა გინდა პარლამენტში შეჩება, რასაც ფიქრობ თუ იმას. რა დიპლომატი ხარ, რასაც ფიქრობ თუ იმას. ლაპარაკ. და უცებ ანგელა მერკელი მოგეწონა. ხო. და გაიფიქრე. ანგელა საღამოს ასაკეთებს, ხო ეთყი. რა გინდა, ან ემოციური თუ ხარ, რატო ხარ პარლამენტში, ემოციური თუ ხარ, რატო მიდიხარ შეხვედრაზე სალაპარაკოთ. ფაქტია რა, სადღეგრძელოს რეჟიმში მიდის ხდომები რამდენიმე რახავს რაღაცა. კი, რეალურად პოლიტიკოსები უფრო თამადებად არიან გადაქცეულები. იცი რა, ერთხელ მახსოვს შევარდნაძის დროს ბებერი ვარ, რეები მახსოვს. ხო, მეც მახსოვს შევარდნაძის. შევარდნაძის დროს მახსოვს პარლამენტი იყო. ისინი უფრო მერჩივნენ და გეტყვი რატო გულწრფელები მაინც იყვნენ ხა. თანამედროვე პოლიტიკოსები დადიან მასწავლებელთან და რაღაცა. ემზადებიან და ხელი ესე დაიჭირე. ესე უთხარი მეტი ჩართეს სიტყვა ეროვნული სიწმინდე რაღაც მაგრამ აი იმას არ ეუბნებიან დამაჯერებლობა ყალბიას არავინ არ ეუბნება ერთხელ გამოვიდა პარლამენტის ხდომას უყურე მაშინაც ესე ვერთობოდი შე რა გონი ამაში აგინა იმან ჩაარტყა იმანისგან და აჰა გამოვიდა აი სიტყვას ვაძლევთ
ფრაქცია, არ ვიცი, რაღაცა ფრაქცია, ხო. შვანგირ გიზლიკაურის მიმდინარეობას თავისუფალი ნოსტრადამოტის ძმის შვილი თუ არ ვიცი და ეს ძალიან გამოვიდა, ეს ძალიან გამოვიდა მიკროფონთან. დაარტყა თითი. ჩართულია თუ არა? ჩართულია, რასაკვირველია? თითი დაარტყა და ალავერდის მადი შეგეციოთ. უკაცრავად. მადლო. ეხლა მოვიდა. და სადღერძო და სადაღარ შეჭება დროზე პარლამენტის ხდება. ხო, მოვა ცოტა ხანი მოვა ეს ხდება მამა აქ რა. ჩემი გმირი ამბობს ეხლა მივაჩირთი პირთებ ეხლა ემკრებას და მოვდივარო. რეალურად წამოწდა ხო ალავერდის მადლი ან წამოწდა ხო წინადღეს არა ალბათ იქიდან მოვიდა. ესეთი მირჩევნია გულწრფელად მაინც სხვა და არ დაიწყო ეროვნული სიწმინდე. რაღაცა არ ვიცი. ისე გისმენ ახლა ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი გამოთქვი. ხო და ასე აპირებს თეატრში მოღვაწეობას. განსხვავებული აზრი. ზოგადად იცი რა არის მე სიმართლე გითხრა. რაღაცა არ მომწონს ხარ. ცოტა ვერ ხო. არ ვიცი ან კონტექსტიდან ნამოგლიჯეს ან რაღაცა, იმიტომ რომ ვერ მივხვდი, მაგრამ თეატრი და კინო ზოგადად იმიტომ რომ განსხვავებული აზრი უნდა იყოს რა აუცილებლად რა. კი ბატონო, კი. ალბათ არ ვიცი რა, კი მითხრეს ისე არ გეშინია, შენ იქნებ სპექტაკლი აღარც დაგადგმევინონ. რატო არ უნდა დამადგმევინონ? არ ვიცი, რუსებს აპროტესტებ. რატო? ხო, არა, რო ვეკითხები, არ ვიცი, არ ვერ ხედავ ქვეყანას აი. ბიჭო, მითხარით მეს კაცო. ისე სიმართლე გითხრა, სერიალში პრეზიდენტის როლს თამაშობ ცოლის და ქალებში, ხო? წარმოიდგინე, ეგეთი პრეზიდენტი რო ყავდეს მართლა საქართველოში, აი სულიკო დარდიანიძე რო მართავდეს. ან ზოგადად რა, პრემიერ-მინისტრიც რო ეგეთი, ხო, სულიკო დარდიანიძე. აი თუ გონია რომ რამე შეიცვლება, აი ჩაულებრივად შეიძლება ისე ვიცხოვროთ როგორც ახლა ვცხოვრობთ, ხო? არაფერი არ შეიცვლება, მე სულ მაგას ვიძახი რომ არ წვეთს პრეზიდენტი, არ წვეთს პრემიერ-მინისტრი, არავინ არ მე ვწვეთ. ჩვენ წვეთ და ეხა ეგეთი პრეზიდენტი თუ მოვიდა, გაიხარე მუშაობ წამებულო, გაიხარე გრუზია. მაგრამ აი ბევრ სპექტაკლში აი თამაშობ, ეხა ძალიან ბევრ სპექტაკლში აი ყოფილა ისეთი შემთხვევები, რომ დღეში რამდენიმე სპექტაკლი გითამაშია რა, სხვადასხვა თეატრში ან რაღაც ეგეთი რა. ერთხელ ერთ თეატრში, სამ თეატრში მუშაობდი ერთდროულად რა და დილით მქონდა სხვა სპექტაკლი, ბოლოს შუადღეს სხვა სპექტაკლი და საღამოს სხვა სპექტაკლი და დილის სპექტაკლი ვითამაშე კარგად, მეორე სპექტაკლი ვითამაშე პირველი სპექტაკლის ტექსტებთან არეული მესამე ტექსტებში აზელილი, აი ოტელოს რო თამაშობდა, დესდემონა, გაკეთე საჭმელი, რაღაცა ესე ამერია, გაიგე? რაღაცა ჩემო პელაგია და აი გუგურე და იქროლე, მეთქი რებს ბოდავტო და როგორღაც მესამე სპექტაკლი ჩავათავე რაღაცნაირად და ну ეს ერთი უბედურება დავამთავრე და უცებ დამინიშნეს სპექტაკლი 7 საათზე ერთ თეატრში და მეორეშიც დამინიშნეს 7 საათზე და ჩვენთან მოხსნა სპექტაკლის არის კატასტროფა არ შეიძლება ის რაც არ შეიძლება და აუ ბიჭო რა ვქნა ახლა როგორ მოვიქცე და მივედი ჩემ პედაგოგთან სხვათა შორის გადავთხოვე რომ მეთქი იქნება რაღაცა ვქნათ რა პირველ მოქმედებაში მომკალით რა როგორ მოკლათ მეორეში მთავარი სცენა გაქვს რა აი მესროლეთ რაღაცა ქენი და კარგიო რა იმ თეატრს გაუწე ანგარიში სინამდვილეში მეც გამიწია რა და იმ თეატრში დავრეკე და მეთქი იქნება 8-ზე დაიწყოთ რა კარგიო წავიდნენ ნუ ამ შემთხვევაში ძალიან გაუგეს ერთმანეთს, მეც გამიგეს და აქ პირველი მოქმედება დამთავრებინა და მე გავარდნილი ყავი და დამეთამაშა იქ მე დამეწყო სპექტაკლი და თან მაშინ მსუქანი ვართო და რამდენი კილო იყავი? 162. 162 ხო და ჩავჯექი და მოვდივარ ტაქსი გავაჩერე და ჩქარავაკეში. დროზე დააწექი და ეს ტაქსის სოფერი გარბის მძღოლი და რეკავთ დროზე ტანსაცმელი გამზადეთ გამოდით გარეთ დადექი და გამოვიდნენ ჭავჭავაზეზე დგანან ტანსაცმელები და მე დავიწყე გახდა ეს ტაქსის ძღოლი იყო რა თან ამსისკე ვერ ტრიალდები რაღაცა ფეხიაწი აქ მივადე და შარვალი გავიხადე რაღაცა გავახე არა გადმოვარდი მარტო საწვაში იტელი რა ფული ამტაზე წატი თქვენი დაგაგაზა წავიდა ეგრე ხო კიდე გაი ბნელო ჭავჭავაზეზე ის ჩავიცე და ეგრევე შევარდი სცენაზე და იქაც მე მგონი სხვა სპექტაკლი ვითამაშე მიუსწარი ხო რა მაგრამ აქ ერთი ამბავია რომ არაჩვეულებრივად მღერი ტენორი კაცი ხარ რომელიც არ გიყვარს შენ სიმღერა არ გიყვარს ხო რომ არ მიყვარს კაი ხმარო გაქვს არ მომწონს ეგა არ მომწონს საერთოდ არ მომწონს აი დედას გეფიცები აი დღემდე დედა ჩემი
ხანდახან დამირეკავს და შენ რა გაიხარე და გამithიშავს ვიცი რაზეც მირეკავს. რაზე? რატო არ გავხდი ლასკალას მომღერალი? ხო. და ლუჩიანო პავაროტი მე რატო არ შევცვალე? აი ბატონო, აი. მაგრამ აქ არ მოსულა? ხმა არა გამოსულა, ეხლა ყველანაირ მე ხო ვიცი. მე ხო ვიცი, როგორ არ მა. აქედან ესე ვერ წახვალ ეხლა, ის ჩაკეტილია, ჩახერგილია გზა უკან დასახელდა. ლაგვი საგანი გადამარტყი დეი და აი თაბუნა არაჩვეულებრივი მომღერალი ხარ ჩვენი. აი მამე. თაბუნა ხო ხარ ბზა, კარგი სიმღერა რომ აი ქალაქური გემრიელი სიმღერა. აბა? აი ცირა, აი უხერხო მდგომარეობაში მაგდებს ესე რომ უნდა გავიდე. თამდე ძველი გაზრდილო და ახშნური უნდა ყოფილიყო. ტექსტი გამეჭედება უცი. მარადო ხელა მარადო სულო Geisha-leo prosperitame-bi Amito geisha Mena-tereba zama-bachebis Sipakize Mena-tereba zama-bachebis Beri Chiri-chine-ben, chiri-chine-ben Chiri-chine-bi Sinanulia mitserevlebs toale Marto khela marto sulo kalbatono Verga uzreva marto bistames Chirichine ben chirichine ben chirichine Vasoseuli Numi jure Zegi არ დაგინახო რომ შენ მეორე თქვა რომ მე სიმღერა არ მიყვარს. არ მიყვარს და რა გავაკეთე? გამორიცხულია შენი სცენა არის მუსიკალური სცენაც არის შენი ადგილი რო იცოდე. არ დაგინახო. დედა ჩემიც ამას მეუბნება. მე არ დაგინახო აქ მოსული და ერთი სიმღერა არ გემღეროს იცოდე. აი პირდები, აი როდესაც კიდევ დამიძახე პირდაპირ სიმღერით შევა. მე შეხება თოლე. შემოხიდე. დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო კახა გოგიძე. მადლობა კახა.